მოგესალმებით, მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მინდა გავიაროთ კარმული ასპექტები, შავი მთვარის ასპექტები პლანეტებთან უნდა დავხურო და ჰარმონიული ასპექტები მინდა განვიხილო ძირითადად. ესე იგი, ყველა პლანეტა და ყველა ნიშანი თითქმის გავიარე წინა ვიდეოებში, შავი მთვარის ასპექტები, იცით ეს კარმული ასპექტები არის, ეს არის კარმული ასტროლოგიიდან, ეს არის ფსიქოლოგიაში ყველაზე ესეთი ბნელი ჩვენი შინაგანი ნაწილები, გაუცნობიერებელი ნაწილები, ჩრთილები ჩვენი, რაცა კარმულ ასტროლოგიაზე ვსაუბრობ, შავი მთვარე ამას მიგვანიშნებს და პლანეტებთან თუ ნიშნებთან ეს პირდაპირ მთელი ისტორიები არის ადამიანის ქვეცნობიერში რა ხდება. წინა ვიდეოები გავაკეთე ფაქტობრივად ყველა პლანეტაზე ასპექტებში, მაგალითად, ერთი დამრჩა დადებითი ასპექტები შავი მთვარის, რომელიც საერთოდ სხვა სტრუქტურა არის და საერთოდ სხვანაირად მუშაობს და დამრჩა პლუტონთან შავი მთვარის ასპექტი. და ამავე დროს ამას პოზიტიურადაც განვიხილავ და ძირითადად შეერთება ოპოზიცია კვადრატურა, ამასაც განვიხილავ. ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე, რომ კვადრატურა ისევე მუშაობს, ანუ ერთ-ერთი ასპექტი, თუ მარტო შეერთება და ოპოზიცია. შეერთება არის ყველაზე ძლიერი, აი წარმოიდგინეთ, რაც უფრო ახლო არის გრადუსი 100%-იანი მოქმედება არის პლანეტის ლილითთან, მაგალითად, კარმულ ასპექტებში. ოპოზიცია ეს არის აქეთ-იქით რო ვართ სადღაც, ანუ აი ვერ ვაერთიანებთ ენერგიას, მაგრამ იგივე დატვირთვა აქვს ოპოზიციას, რასაც შეერთება, ზოგადად ცოტა განსხვავებულად, მაგრამ ენერგეტიკულად მსგავსი არის, აქაც ასპექტებს აქვს დიდი მნიშვნელობა და კვადრატურა ეს არის ფაქტიურად აი რო ვთქვათ, ესე 70%-ით მუშაობს, ისიც პერიოდულად ირთვება. მაგრამ ლაიტმოტივი ფონი არის მსგავსი. უბრალოდ ახლა მაგალითად როცა ვლაპარაკობთ ხოლმე შავი მთვარის შეერთება მზესთან, ის იმდენად ეთყობა გამოკვეთილად ადამიანს და კვადრატურა შეიძლება უფრო უკანა ფონში ჩანდეს. არ არის მთლად წინა პლანზე. ხო, ეს კვადრატურა, თუმცა არ ნიშნავს, რომ იგივე კომპლექსები და პრობლემები არ აქვს ადამიანს, ხო, მაგალითად, მსგავსი ენერგია არის ზუსტად, ოღონდ ინტენსივობა ჩართულობის და ინტენსივობა ასე გამოკვეთილად პრობლემების შედარებით ნაკლებად შესამჩნევი არის ხოლმე. ახლა ერთი მინდა პლუტონთან შავი მთვარის მდებარეობა გავიარო და მე უკვე პოზიტიურ ასპექტებზე ვისაუბრებთ. შავი მთვარი როგორ მუშაობს, უკვე აი ჰარმონიული ასპექტები საერთოდ ცვლის უკვე აქ ენერგეტიკას ადამიანის, გამოცდილებებითაც გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. წინაზე ყველა პლანეტა გავიარე პლუტონის გარდა. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობა შავი მთვარე პლუტონთან გაცილებით ძლიერად მუშაობს, ვიდრე მაგალითად სხვა პლანეტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლანეტებთან ძალიან მაგრად მუშაობს, მაგრამ თვითონ პლუტონი არის რთული ენერგიის. სატურნი, პლუტონი, აი ეს ორი პლანეტა, როცა მოდის შავ მთვარესთან გაცილებით უფრო საგრძნობი, ცოტა ფატალურს ვერ ვიტყვი ესე, მაგრამ გაცილებით ღრმა ენერგიებთან არის კავშირში, ხო? წარმოიდგინეთ, შავი მთვარე ყველაზე ძლიერი არის თხის რქაში და მორიელში. ზოგადად ესე არის. ანუ აი ეს ბნელი ენერგიები ყველაზე მეტად არის თხის რქასთან და მორიელთან კავშირში და ეს ამ ორი პლანეტის მმართველი, მაგალითად ამ ორი ნიშნის მმართველი, ეს არის სატურნი და პლუტონი. ამიტომ ერთ-ერთ მძიმე შეერთებად და მძიმედ ახლა ხო გეუბნებით ზოგს ხო ვენერა ლილიტი ყავს ისე მძიმედ, რომ უბრალოდ ენერგეტიკა, თვითონ ადამიანის ენერგეტიკა, ან მისწრაფებები, ან დამუშავება უფრო რთული არის, ესე ვიძახით ხოლმე, როცა რაღაც ძლიერი შეერთება არის, ხო, აქ ამაზე არის საუბარი. სატურნი ლილიტის შეერთების დამუშავება გაცილებით რთული არის, ვიდრე რამე სხვასი, ხო, სხვა პლანეტის, ესე რომ ვთქვა და პლუტონი ლილიტის დამუშავებაც მეტი არის. ეხლა გულახდეთ რო გითხრათ, ჩემთან უფრო ახლოს არის პლუტონური ენერგია და უფრო ენერგეტიკულად ესეთ ადამიანებთან ვისაც შეერთება აქ ან ოპოზიცია ან კვადრატურა, უფრო მესმის ამ ენერგიის ხალხის ვიდრე სატურნი ლილიტის შეერთების მაგალითად და ესეც ინდივიდუალურია, ვიღაცას მოსწონს ესეთი ადამიანები და მათი ენერგეტიკა ვიღაცისთვის კიდე პირიქით მიუღებელია საერთოდ, ხო? ესეც მნიშვნელოვანი არის. პლუტონი ჩვენთან ასტროლოგიაში იცით, რომ ეს მორიელური ენერგეტიკა არის, ეს არის ყველაფერი ღრმა, დაფარული, ამოიყაროს, ამოვიდეს ზედაპირზე, მძაფრი ემოციები, რომელიც მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანისთვის, ღრმა ურთიერთობები, ღრმა კონტაქტები, ძალიან გავს აი მერვე სახლი, მორიელი, პლუტონი, ეს ერთი ენერგიები არის და აი შავი მთვარე ვისაც ან მორიელში ყავს ამ მერვე სახლში, ძალიან ნაცნობია მათთვის ეს პლუტონი ლილიტის ისტორია. ძალიან გავს აი ამ რაღაც
ცით როგორ ენერგიას, აი ტრანსფორმაციას მოდი ესე ვთქვა, ცოტა სუდად რო ვთქვა, სიკვდილის ენერგეტიკა არის პლუტონი, ოღონდ სიკვდილის არა ფიზიკური, არამედ ტრანსფორმაციული, აი რაღაცა რო ბოლომდე შეგიძლია დაფერფლო შენში და ახლიდან აღვაჩინა, ხო? ხშირად როცა თერაპიულად შეხვედრები მაქვს ხოლმე ლილით მერვესახლებთან, ლილით მორიელებთან, პლუტონი ლილითის გავლენის ადამიანებთან, იმდენად ღრმა ადამიანები არიან, აი ლილითი იძლევა აი ამ როგორც იცით, ისეთ სიღრმეს, რო აი ჩადიხარ და აღარ თავდება ეს სიღრმე, ეს ინტენსიური ღრმა ემოციები აღარ თავდება. შეიძლება გაიგონო იმ ადამიანებმა, ვისაც პლუტონი მთვარის შეერთება აქვს, ან მზის მაგალითად, იმიტომ რომ აქ ცნობიერ და ემოციურ დონეზე მსგავსი ენერგეტიკა არის პლუტონური, მაგრამ ლილით მაიცის საერთოდ უკვე აი ჩავდივარ სად აღარ ვიცი, სადღაც ძალიან ქვევით, ძალიან ჯურღმულებში, ხომ? აი ეს ენერგეტიკა აქვს პლუტონს და აი ლილითი ამას ამძაფრებს ყველაფერს. აი უკვე აღარ ვიცით სად არის სასრული, აღარ ვიცით სად არის აი სიკვდილი და დაბადება უკვე აღარ ვიცით, ხო? აი განსხვავება სად არის უკვე ზღვარი ამ ყველაფერში, ხო? ეხლა ის ამძაფრად რო აღვიქვათ. წინა ვიდეოები ჩემი რაც კი ნახეთ, პლანეტებთან არსად ესეთი მძაფრი ემოციები არ მოდის, ხო? პლუტონი არის ტოტალური კონტროლი, ტოტალური ძალაუფლება, ანუ კარმო ასტროლოგიაში თუ წავალთ, ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში ჰქონდა სრული ძალაუფლება. ეს არ არის სატურნის ძალაუფლება, როგორც მაგალითად სამხედრო პირის, ან სამხედრო კი არა, ხო? აი თანამდებობის პირი რო არის მაგალითად, ან გავლენიანი ფიგურა, პლუტონი ეს არის სრული ძალაუფლება. აი მაგალითად ძალოვან სტრუქტურებში ეს უსაფრთხოების სამსახურები, აი თუნდაც ახლა რომ მუშაობენ რუსეთში, განსაკუთრებით ეს სუფთა პლუტონური ენერგია არის. ანუ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. აი ძალიან მიყვარს, პატარა ვიყავი რომ წავიკითხე, მასტერი და მარგარიტა, ეს წიგნი დავიყავი, ნუ აი ახრთოვანებული და ძალიან ისეთი ჩემთვის 14-15 წელს ვიყავი რომ წავიკითხე და მე გამოვიდა ძალიან მაგარი ფილმი მასტერ და მარგარიტაზე და აი მართლა ძველი ფილმი არის რუსული სხვაშორის ჩვენი ქართველი მსახიობი თამაშობს და აი მანდ ჩანს სრულად მორიელური იმპულსი, სრულად აი ეს პლუტონური ენერგეტიკა, აი ამ ბნელ ძალებთან ენერგია, აი ამ რაღაც მოკტინებასთან, აი ამ რაღაც იმასთან ბნელ მხარესთან ურთიერთობა ძალიან კარგად ჩანს და ну, მე მივხვდი რომ დავისწავდა ეს ფილმი. და ეს წიგნი თვითონ თავიდან რო წავიკითხე, ძალიან ნაცნობი იყო ამ ჩემს ღრმა ემოციებთან. ხო, ეხლა მეც მაქვს ეს პლუტონური გავლენა რუკაში და ყველაზე ესეთი პლუტონიანელებთან რაც კი მაქვს ხოლმე, ოღონდ ჩამთვარე პლუტონთან, ხო? აი ის თუნდაც აი მასტერ და მარგარიტაში ჩანს ეს, რომ აი ამ ну, აი ამ მეფისტოპელს რო მთლიანად შეუძლია მართოს, ხო, ყველაფერი, ან აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, ხო? და იქ ვიღაცებს ციხეში გაუშვებს, იქ ვიღაცებს აღადგენს. ანუ აი ეს სრული ძალაუფლების, დარქი ძალაუფლების თემა ის არის პლუტონთან ყოველთვის დაკავშირებული, მორიელთან დაკავშირებული ეს ენერგიები და ეს ფილმი ძალიან კარგად გამოხატავს აი ამ პლუტონურ ენერგიას, მორიელურ ენერგიას, ხო? თავი არ დაჭდეს ჯერ. ახლა მოვაჩინე რომ ჩდება თურმე. ხო და ვისაც აქ ეს შეერთება, აი ამ სიღრმეს ატარებენ. ძალიან რთული არის მათთვის სხვა აი, ну, ესეთ ხიარულ ზედაპირულ ხალხს გაუგონ, ან მათ გაუგონ, ხო, ამ ადამიანებს და იზიდავთ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან რომ კარმული ასტროლოგია მოვაცილოთ და ეს ბნელი ენერგიები და რაღაცა. ზემდრეში არის ეს სიღრმის სიყვარული მძაფრი ემოციები, შინაგანად აი ღრმად განიცდის ადამიანის სამყაროს. უინტერესო არის ამის გარეშე ცხოვრება, ხო, აი ამ სიღრმების გარეშე უინტერესო არის და მე იქ გადიხარ მძიმე ემოციებში რომ ბედნიერება არ არის სიღრმე, ხო? აქ არის მხიარულება უბრალოდ და აი პლუტონს და მორიელს შემოაქვს რაღაც აი სევდა, დრამა, შინაგანი, განცდები ღრმა, ხო? და აქედან იზიდა უკვე იმ ენერგიასაც, ხო, რაცაც პლუტონი მოაქვს, ანუ ერთ-ერთი შენ ესეთი ღრმა ემოცია გაინტერესებს და მე ამას მოაქვს უკვე ბევრი სხვა სურვილები, ხო? ეს ახლა ძალიან ლაითად რო აგიხსნათ, ძალიან მარტივად.
მაგრამ ამისი კიდე უფრო ბნელი მხარე რო გითხრათ პლუტონის, მაგალითად პუტინს ყავს შეერთებაში და ლაზარევი, სერგეი ლაზარევი, ადრეც ვილაპარაკე, ესოთერიკოსი, ვთქვათ, ბიოენერგეტიკოსი, კარგით ნოჩხუბობთ, ვერ გაიყეს აივანი. თავისი საწოლი და ჭუავენ ჩემ კატები. ესე იგი, როგორც კი ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას, აქ ამბოიწევა ხოლმე ამ კატებით, რო არ ვიცი. ყურადღება აკლდებათ, ჭიანობენ. ხო და აი მანდ არის ამ ლაზარევს აქვს ესეთი ბიოენერგეტიკოსი პლუტონი ლიტი შენა პუტინის უსტი რუკა აქვს. ოღონდ ცოტა იქთვარე სხვაგან არის, ელენა სხვაგან არის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს პლუტონი ლიტი მასთან ძალიან კარგად ჩანს თალომში. რაც აქვთ ნეგატიური პლუტონი ლიტის შეერთების, ოღონდ არა ყველას, არამედ ზოგადად აი ისევ წინა ვიდეოებში რომ გაჩერდით ახლა. ბოდიში და აქ უბრალოდ არ გავაჩერო, აქ ჩამოანგრევენ ყველაფერს. და მან აქვს ამ ადამიანს აი რო ვაკორდებოდი ხოლმე ის ციგნებშიც, მე რაც ვიგრძნობდი ხოლმე, რომ ცოტა არ მომწონდა და აქაც წინა ვიდეოებში ავხსენე, რომ ჩვენი არჩევანი არის აი დავდგებით, ხო, რომელ მხარეს დავდგებით მაგალითად, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებობს და ვუშვებთ, თუ შევდივართ ამ ყველაფერში და ნუ აი ამ დარკს ესე რომ ვთქვათ, ჩვენ თავზე ვავლენთ ხო ყველაფერს. აი აქ პუტინსაც მაგალითად აი ეს ტოტალური ძალაუფლება, ეს ძალაუფლების თემები არის მის ცხოვრებას რო გადახედოთ, სუფთა პლუტონი ყავს ჩართული მთლიანად, თან მეათე სახლში, თან შავ-მთვარესთან ერთად და ის უკვე დარქისკენ წავიდა. ანუ ის წავიდა იმ ენერგიისკენ, ვერ გაუმკლავდა, ვიძახით ხოლმე ესე იმ თავის ბნელ მხარეს და ნუ წავდა. ლაზარევსაც რო უსმენდი ხოლმე ამ კითხულობდი, სულ აქ ეს რომ ყველანი დავისჯებით, ყველა მოკვდებით, ხოლო მორალური სისუფთავე, ანუ აი ეს დარქი არის უკვე გამოვლენილი, ქვეცნობიერი აგრესია. აგრესია რა რატო არ ახართ სუფთები, რატო არ ახართ კარგები, მაგალითად, ან თავის თავში დანაშაულის შეგრძნება, რომელიც პროექციასავით გადმოდის მერე, ხო, გარემოზე. ეს უკვე როცა ძალიან ბნელ ენერგიას გაყვებიან ხოლმე, პლუტონიანელები, კვადრატი, ოპოზიცია, შეერთება იგულისხმება. უფრო ფატალური კუთხით თუ ადამიანს აქვს ეს გამოვლენილი, შეიძლება ქვეცნობიერად იყოს შიში, მძაფრი შეგრძნებების, ცვლილებების შიში არაცნობიერად, იმიტომ რომ კარმულ ასტროლოგიაში თუ წავთ, ადამიანს აქვს გამოვლილი რაღაცა მძიმე, რაღაც ან სიკვდილი მძიმე, ან აი ენერგეტიკაში უკვე რაღაც დრამა რო შემოდის და უკვე მძაფრის შეგრძნება, რომ აი რაღაცა ცუდი გამოცდილება მიიღო სულმა, ხო? ამ შემთხვევაში რაღაცა ბნელი, სხვა შორის ჰიტლერსაც მერვე სახლში ყავდა შავი მთვარე და აი ეს რო წავიდა და ჩაიყოლა ყველა ადამიანები, მაგალითად, აი ამ ენერგიაში და პუტინთანაც იგივეა ხო რამდენი აი შურის მაძიებლობა პუტინის, რომ თავის ბაქტერიურ კლავს ხო თავის ოპოზიციონერებს ასწრებს, ეს სუფთა პლუტონური ენერგია არის, ეს არის ყველაზე ცუდად, აი კრიმინალური ცნობიერება და უკვე წასული აი ამ დარკში, რომ მე ყველაფრის უფლება მაქვს, ხო? აი ეს ენერგია არის პლუტონური. ეს ყველაზე ცუდად გამოვლენილი. თუ არის აი მეორე მხარეს პასიურად ადამიანი, ხო? შეიძლება შიში კონდეს, მაგალითად თავისუფლად გამოხატოს თავისი თავი, რაც ტრიგონს არ აქვს. ტრიგონის შემთხვევაში პირიქით, აქ ენერგია თავისუფლად მოძრაობს. აქ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ვა, ეს დარკი მაქვს, მე შემიძლია მის დამუშავება. აი, შეერთება ოპოზიცია კვადრატურას, ეს ნეგატიურ ასპექტში არის ძალიან დიდი შიშები, ზოგჯერ პლუტონი სექსუალურ ენერგიასთან არის კავშირში და ამ სექსუალურობის გამოხატვის შიში არის. ან სექსუალურობის გადამეტებული აღქმადობა, მაგალითად, ხო, აი დომინანტი რო ხდება, მაგალითად ეს ენერგია, ან манипуляტორობა, ან манипуляციის შიში. აქვს პლუტონს იცით როგორი ენერგია, აი რაღაცას რო უყურებ შორს და ეს მინდა ყველაფრის ფასად. და ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს მაგალითად ყველაფრის ფასად მივიღო რაღაც და საბოლოო ჯამში იმდენი დავკარგო, რომ ეს არ ღირდა იმათ, ხო? ან პირიქით манипуляცია ჩავრთო რაღაცა, რომ მინდა მე ყველაფრის ფასად მივაღწიო ამას და აი შეპყრობილობას რო ვეძახით, ემოციას, აი ეს იყოს ჩართული, რომ ეს მინდა და საბოლოო ჯამში რომ მიიღოს ის აღმოჩნდება, რომ არ იყო ის ისეთი, როგორიც მას უნდოდა.
ხა ზოგჯერ მძიმე გამოვლენაში, აი კაცებს უფრო აქვთ ხოლმე ამ შეერთებით ეს ისევ გეუბნებით ეს სექსუალური ან პრობლემები ან გადაჭარბებული მიჯაჭულობები, მაგალითად, ეს აუ ერთი ის არის დამოიწყდა რა ქვია. ვერ მოგიყვებით ეს პლუტონური გავლენა აქვს და ყველას გაუკვირდა სექსუალური პარტნიორი რატო ყავს და მანამდე ძალიან ისეთი იყო თვითონაც წყდარი მშვიდი არა ისეთი არა ცოცხალი ჰაბიტუსით ესე რომ ვთქვათ არა სექსუალური ჰაბიტუსით და ზემდეში ელიტის დამუშავება დაიწყო პლუტონური ენერგიის და გადაერთო სხვა ენერგეტიკაზე ან ბლოკავენ თლიანად ამ სექსუალურ ენერგიას ან გადადიან მარტო ფოკუსში რო ეგ აქვს ხო იმიტომ რომ პლუტონი ზოგადად ამასთან არის დაკავშირებული ამის ქვეცნობიერი იმპულსი ყოველთვის არის გადამეტებულობა მაგალითად უნდათ გაერთიანება კონფლუენციას რო ეძახიან შერწყმა უნდათ ემოციური რაღაც გარემოსთან ეს იმპულსებიც აქედან არის გამომდინარე ხო მათ სურთ ხოლმე შინაგანად ძალიან ღრმად ემოციურად იგრძნონ სხვა ადამიანი მაგალითად სხვა გარემოსთან კონტაქტი ანუ ეს არ არის ანახევროდ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ხო ან ყველაფერი ან არაფერი ეს პლუტონის ენერგია არის ზოგადად და აი აქ არის ხოლმე ზოგჯერ პრობლემა რომ აი ეს შერწყმის გარემოსთან ემოციური სურვილი რომ მე ყველასთან უნდა ვიყო ღრმა კონტაქტზე ამის გაცნობიერება არ ხდება ხოლმე და მე მიდის ეს იმპულსი მხოლოდ სექსუალურ ასპექტში და სიამდვილეში აქ არის ღრმა ემოციების სურვილი. ესე არის უბრალოდ აქ პლუტონურ ენერგიაში, რომელიც გადადის აი ამ სურვილებში. და საბოლოო ჯამში შინაგანად ამის მიუღწევლობა ადამიანებთან ის იმიტომ რომ ლილიტი ეს არის აი ის დაუკმაყოფილებელი შინაგანი ღრმა სურვილები, რომელიც გადადის მერე ნუ რაღაცნაირად ცდილობენ რომ იპოვონ გამოსავალი, ხო ესე რომ თქვა, სად შეიძლება ამ ენერგიის რეალიზება. ზოგჯერ არის ხოლმე პლუტონი ლილიტი აი გატაცება მძაფრი შეგრძნებებით. ან პირიქით შიში ყველაფერის რაც ცვლილებას უკავშირდება, ხო? ეს იგივე ისევ პლუტონური ენერგია არის. ზოგს ახასიათებს ეზოთერიკა ინტერესებთ, იქით სამყაროში რა ხდება ინტერესებთ და ზოგს პირიქით ძალიან ეშინია. იქითა სამყაროსი, აი ეშინიათ ჰიპნოთერაპიების და მთელი, ანუ მარტივად რო გითხრათ ფსიქოლოგიურ ენაზე, ეშინიათ ყველაფრის, რაც შიგნით ჩახედვა, საკუთარ თავში ჩახედვას გულისხმობს და აქ აქვთ სულ განცდა, რომ რაღაც ცუდი არ ნახო შიგნით, იმიტომ რომ არაცნობიერ დონეზე პლუტონი ლილიტის შეერთება ეს არის ჩემში რაღაცა ბნელია. რაღაცა ცუდია. არ და სიამდვილეში ახმარი, ვინც კი თერაპიაზე ყოფილა, მერვე სახლი ლილიტი, მორიელი, პლუტონი უფრო გათავისუფლებულან, აი ამ დოგმებისგან რაღაც შიდა რო აი რაღაც ნეგატიურ ასპექტში დაინახოს გარემო საკუთარ თავიანად და უფრო გათავისუფლებულან და უფრო წამოსულან მე ეს მძაფრი შინაგანი ემოციები უფრო პოზიტივში გადასულან და მე მიხვდარან რომ არაფერი ცუდი არ ყოფილა მათში პირიქით უბრალოდ არიცოდნენ საკუთარ თავში რამდენად შეიძლება ამპათიებით, სიყვარულით, პოზიტივით, გარდა იქნას ეს ნეგატიური ენერგია ძალიან დადებით ენერგია, ხო, შინაგანად და აი თერაპიული პროცესი განსაკუთრებით ძალიან პოზიტიური არის ხოლმე მათთვის და თერაპიული არის. მანდაც ხელგანებით ვახდეთ მე იდენტიფიკაციას რა ნიშანში არის, რომელ სახლში არის, რომელი სახლის მმართველია პლუტონი, თვითონ ადამიანებსაც ვაკვირდებით, თვითონ როგორ არის, როგორ მიყვება ამ პროცესს, ხო, ამ თერაპიულ პროცესს ან გაცნობიერების პროცესს რუკაზე მაგალითად, ხო? და მთავარი კაცებთან რაც შემჩნევია ფულის და ძალაუფლების სიყვარული ან გავლენების სიყვარული შინაგანად, იმიტომ რომ შიგნით ცხოვრობს სადღაც კომპლექსი, რომ ამის გარეშე მე არა ვარ არაფერი ან ძალა არ აქვს, ხო? გარკვეულწილად ეს იმპულსი შემოდის ხოლმე შიშები და აქედან მოდის იმის განცდა რომ მე სადღაც ქვეცნობიერში მაგ-ღრმა კომპლექსები სუსტი ვარ, ცუდი ვარ და ასე შემდეგ ასე შემდეგ ძალიან ისე რო გითხრათ ხა გულახდილად მან უფრო ეს პროცესი ავლინდება ხოლმე, ну, ქვეცნობიერში რო ჩაიხედებით და მე აქედან გათავისუფლება ხდება და ფაქტიურად გადატვირთვა ხდება ენერგიის. სიამდვილეში კარმული მისია ამ პლუტონი ლილიტის შეერთება ოპოზიცია კვადრატურის არის რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ტრანსფორმაცია, ანუ რაღაცა
ძველი ენერგიები უნდა დახუროს და განაახლოს თავისი ენერგეტიკული სტრუქტურა, ხო? ენერგია უნდა განაახლოს. მაგიტომ მიყვარს მე წარმოსახვითი თერაპიები ან ჰიპნოთერაპიები, რომ ის გაცილებით ღრმა სტრუქტურაში მუშაობს, ვიდრე თერაპიაში მამიკო დედიკოს წყენების დონეზე დამუშავება რაღაცების, ხო? და აი ეს სიღრმეში მუშაობა პულტონს განსაკუთრებით ძალიან უყვარს. აქ თუ არ ინგრევა რაღაცა და ქვაქვაზე რო არჩება და მე ახალი იბადება, ისე პულტონი არ მუშაობს. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით. ხა ნეპტუნი ძალიან ფაქიზი არის ესეთი მძიმე მუშაობისთვის, მას სჭირდება ძალიან ემპათიური თანადგომა, გვერდში დგომა, მაგალითად ურანს სჭირდება დამშვიდება შინაგანი და აი ამ შინაგანი შფოთვისგან რაღაცნაირად განთავისუფლება, ხო? აი იპოვოს ურანი ლილიტის ასპექტის ადამიანმა, რომ მე არ ამყავს ის ხალხი, ვინც მე მინდა გვერდში, მაგრამ ვისწავლებ რაც არის ისინი გავიცნო. სატურნის შემთხვევაში ეს სიმკაცრეები და ეს კომუნიზმი შინაგანი ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ან მე უნდა ვმართო რაღაცები, ეს უნდა მოიხსნას შინაგანად. და აქედან უფრო გათავისუფლდება და უფრო ამოისუნთქებს და ამ ტვირთებს და პასუხისგებლობას ჩამოიგდებს ხო საკუთარი თავიდან. აი ეს პროცესები ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ვისთან როგორი თერაპიული მუშაობა არის საჭირო. აი პლუტონიანელთან ახლა როგორც ნეპტუნიანელთან ისე რომ მივალთ ის უბრალოდ არ იმუშავებს ხო მასზე არანაირი ემპათია არ ჭირდება პირიქით რაც უფრო ღრმად ჩაახედებ რაღაც პროცესებში მით უფრო შეუძლია ტრანსფორმაცია და ცვლილება. ამაზე არის საუბარი. რაც შეეხება ხა პოზიტიურ ასპექტებს შავი მთვარი ვიცით რომ ეს არის არაცნობიერი კომპლექსებში და სხვადასხვა სექსუალური ენერგია არის შავი მთვარის ენერგია, ანუ იმ კუთხით რომ აი ეს არის საბაზისო რეპტილიური ტვინის თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთ-ერთი ამის სახე. თუმცა კიდევ უფრო ღრმად ჩავალთ, ხო, ის კარმულ ასტროლოგიაში რო გავდივართ, იქიდან უკვე მოდის ღრმა შეგრძნებები, მძაფრი გადაუმუშავებელი ემოციები, რომელიც ჩაიწერა აურის დონეზე, ხო? იქ შემდეგ უკვე ენერგეტიკულ სტრუქტურებში გავდივართ, როცა შავ-მთვარეზე ვლაპარაკობთ. ამიტომ რაღაც ხედვით, თუნდაც თერაპიულად, როცა აი ამ შიშებს, დასწავლილ შიშებს, ტრამვებს გადავაბიჯებთ, იქ კარმული ასპექტები რომ მოდის, ის უკვე საერთოდ სხვა ისტორია გვხდება იქ და მაგიტომ მიყვარს მე უფრო ეს თერაპიული ჰიპნოთერაპიული მუშაობა, რომ უფრო იმ სტრუქტურებზე გადიხარ და იქ ენერგეტიკას ცვლი თლიანად და სხვა შორის დაკვირვებულა, როცა ენერგეტიკას შეცვლა მომხდარა თერაპიაზე, აი კარმული ასპექტების დონეზე, შემდეგ მომხდარა, აი უცებ ფსიქოლოგიურად იცვლება ადამიანის ხედვას, ცვლის ენერგეტიკა იცვლება და საერთოდ უცებ მშვიდი არის. აი მე ვიყავი ყოველთვის რაღაცნაირად აი ესე მდორეთ რო ვიყავი ადრე ახალგაზრდობაში და უცებ ენერგეტიკულად შევიცვალე და ეს ვერძული იმპულსი შემომივიდა და ამას დაჭირდა სერიოზული თერაპიები, იქ ტრანსული თერაპიები, ჰიპნოთერაპიები, ან დავიბრუნე თითქოს ჩემი სხეული, ესე ვეძახით ხოლმე მერე. ჩემი სხეული ეს არის ჩემი ქვეცნობიერი, ჩემი ავთენტური მე ფსიქოლოგიურ ენაზე რო გელაპარაკობთ, ხო? აი მე როცა თერაპიულად მუშაობ ადამიანებთან, ხო? აი რაც მაგ 10 წლის წინ გავლილი და პერიოდულად უკავდიოდი, აი ამ მეს დაბრუნება ხდება, ამ მესთან დაბრუნება ხდება, ნამდვილ მესთან, რომელიც თითქოს აი სხეულის საკუთარი სხეულის და საკუთარი სულის დაბრუნების ტოლფასი არის ხოლმე და მე ეს შავი მთვარის ენერგია ხდება არა როგორც დამანგრეველი პირიქით, როგორც რესურსი. ტრიგონი მუშაობს ზუსტად ესე, მეგობრებო. მე მაქვს მაგალითად მზე ლილიტის ტრიგონი. და იქვე ურანი არის ჩართული და ეს ურანის ტრინავს და აი სულ ამბობდი ხოლმე რომ რაღაცა ტრავმას რო შევეხებოდი თერაპიულად, ხო? აი ჩემ გამოცდილება რო გითხრათ, ტრიგონი როგორ მუშაობს? ტრიგონი ეს ჩვენთან ასტროლოგიაში არის მუდმივ მოქმედი ასპექტი, თავისუფლად რომ მოედინება და ვერც ხედავს ადამიანი რომ ეს მოედინება თავისუფლად. სექსტილი არის პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ან ვერ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზე არის უკვე. ტრიგონი ძლიერი ასპექტია და მუდმივ მოქმედია. და წლების წინ რო დავიწყე ამ ტრიგონზე მაგალითად მოძიება ინფორმაციის, აი მართლა თერაპიულად როგორ მუშაობს, ხო? ეს შეიძლება ძალიან მწირი ინფორმაციები იყო ადრე, ეწერა ძალიან მინიმალურად. შემდეგ ვიპოვე აი ეს რო ამოკრიფავს სხვადასხვა ასტროფსიქოლოგიის რაღაც ნაწილებში და აი მე რო დავიწყე უკვე თერაპიულად მუშაობა ჩემ თავზე, სხვა ასპექტებზეც, ვინცაც სხვასაც მსგავსი ტრიგონები აქვს, იქ უფრო ღრმად ამომტივტივდა სინამდვილეში რა ასპექტი არის ეს.
აი კვადრატურა შეერთებისგან განსხვავებით ადამიანი თუ მზე ლილიტის დროს არაადეკვატურად ავლენს შემაწუხებლად ხვებისთვის ზოგჯერ ყოველთვის არა. აი ამ შიდა კომპლექსებს ან შიდა ტრავმებს ჰარმონიული ასპექტის დროს ეს არის თავისუფალი პოზიტიური დინება. ანუ პირიქით რო იყენებ ამ ენერგიას, აი როგორ იცით, აი სულ ამბობდი ხოლმე რა ადრის თერაპიაზე მაგალითად, რომ რაღაცა ნეგატივს თუ შევხედავდი ჩემში და ნეგატივს რა ტრავმას მაგალითად. რა მაგარია ეხა ეს ჩვენ ძალად ვაქციათ. სულ ამას ვიძახდა. აი სიტყვასიტყვე წავიკითხე მე ერთ-ერთ ლიტერატურაში, რომ ეს არის პირიქით ნეგატიური ენერგიის ტრანსფორმირება პოზიტიური ენერგია. ტრიგონს ახასიათებს შავმთვარესთან ეს ენერგია. ანუ არის რაღაც იმპულსი შინაგანი, მზის და კომპლექსი არ არის აქ. ხო ხდებით, თავისუფლად მოედინება ვენერასთან მაგალითად ტრიგონში. ადამიანი თავის სექსუალურ ენერგიას, თავის გემოვნებას, თავის ქალურობა იქნება თუ კაცისთვის ეს რესურსების ენერგია, ისე ლამაზად გამოავლენს. რომ არ იქნება ეს ხვებისთვის შემაწუხებელი და თუ რამე იქ ღრმა ტრავმა არის, ამას გამოიყენებს ძალიან პოზიტიურად, ხო? ანუ დაინახავს, აქცევს თავის ძალად და არა დამანგრეველ ძალად, ხო ხდებით? და აი მე რომ მუშაობდი ხოლმე სულ თერაპიულად რომ მუშაობ, სულ აი ეს მიმართულება ჩემ დაუნებურა წლების განმავლობაში მქონდა, რომ აი ეს დაიჭირე და აქცია ახლა შენ ძალად. თუნდაც ძალა ის რომ შენ ეს გადალახე, შენ ამას შეხვდი და ეხლა რაღაცი უნდა გეშინოდეს. ეს არის უკვე შენი ძალა, ხო? და აი რესურსად რო აქციო. აი ეს შეუძლია ტრიგონს პლანეტებთან როცა შემოდის. ზესთან ეს არის თვითგამოხატვაში რაღაც ძალა შემოდის, ენერგეტიკული, ეხლა რაც ლიტერატურაში წერია, ამას გიზიარებ. ეს არის შინაგანი დინება, თავისუფალი დინება მაგალითად, აი შიდა სურვილების და დაბლოკვა არ ხდება. როგორ ხდება, იცით, მზელილიტის კვადრატურის დროს, მაგალითად, ან შეერთება ოპოზიციის დროს, ნეგატიური ასპექტი მოდით ესე რომ ვახსენოთ, ხო? ადამიანს აქვს სურვილი თვითგამოხატვის და ბლოკავს თავის თავს, ამცირებს, ან რაღაცნაირად პრესავს, ან მერე არაადეკვატურად გამოიტანს. და მე ორ უკიდურესობაში ვარ და ტრიგონის შემთხვევაში ხვდები მე რომ მაქვს თვითგამოხატვის სურვილი, აბა ვნახოთ რა უკეთესი მხარეები არის ამის გამოსახატად. აი ეს არის ტრიგონი, ვენერასთანაც იგივე ხდება, მარსი ლილიტის ტრიგონის შემთხვევაშიც იგივე ხდება, ოღონდ აქ მოქმედების გამოხატვა არის პოზიტიური. ადამიანი არა აგრესიულად ავლენს თავის ინიციატივებს. აი ნახეთ, ახლა მარსი არის ინიციატივა, ხო? აი მე მინდა რომ ეს გავაკეთოთ. ეხლა ერთად, ხო? იმიტომ რომ მარსი ეს არის რაღაც ლიდერული ენერგია, იმპულსური ენერგია. აი ლილიტი ნეგატიურ ასპექტში მარსთან როგორ მოიქცევა? აი უცებ აფეთქდება და ახურავს ყველას თავზე. ან შიში აქვს ინიციატივის და აქტიურობის გამოხატვის, ან კეტავს თავის მარსიანულ, აი სექსუალურ ენერგიას, როგორც ფროიდს ჰქონდა მაგალითად და მე ამაზე მუშაობდა მთელი ცხოვრება და ჰარმონიული ასპექტი ვერ ხედავს, რომ ამის გამო მე ხა პრობლემა შევიქმნა. მაქვს ეს იმპულსი, როგორ ვისწავლო, ისე სწორად გამოვხატო ეს, რომ სხვებისთვის არ იყოს რაღაც ფეთქებადი, აგრესიული, დამანგრეველი და არც ჩემთვის არ იყოს, ხო? აი ეს არის უკვე ტრიგონული მუშაობა. სექსტილის შემთხვევაში აქ არის პოტენციალი და გამოიყენეთ რა ეს არ ვიცით. ანუ არის აქ სიტუაციები სექსტილის დროს, აი რაღაც სიტუაცია იხსნება და შეგვიძლია ეს ან გამოვხატავთ ან და ეს თურმე შემძლებია, ეს არის სექსტილი. ეს რა გამოვხატე, რაღაცა კარგიც მოხდა, რაღაც პოზიტივი იყო, ხო? აი ეს არის უფრო სექსტილური თემა. ტრიგონი ეს არის რომ მე ვერც ვამჩნევდი რომ აქ თურმე რაღაცას თავისუფლად გამოვხატავ, ხო? თავისუფლად აი კომპლექსების გარეშე გამოვხატავ. აი თუ არის მზე ლილიტი ან ვენერა ლილიტი ან მერკური ლილიტი, ეს სერიოზული კომპლექსები ნეგატიურ ასპექტში, თუნდაც მერკური ლილიტის ასპექტი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ან სუსხებს ატყუებს, ან ჩემთხვევით საერთოდ ვერ ხედავს საკუთარ თავს ატყუებს ყველაფერში. ანუ დეზინფორმაციაში ამყოფებს თავის თავს სულ, ხო? ატყუებს, ან ვერ ხედავს, რომ სადღაც ალამაზებს ინფორმაციას, ვითომ ისი არის ამ დროს ესეა სინამდვილეში, ხო? ანუ სადღაც ინფორმაციასთან მოდის აქ ცოტა
ვერ ხედავს, ან შეგნებულად, ან გაუცნობიერებლად. აი ჰარმონიული ტრიგონი ეს რა არის, იცით, რომ აი მე რაღაცებს ვხედავ ინფორმაციას, აი შეიძლება ისე ლამაზად, მომხიბლელად თქვა ეს მაგალითად, ხო? აქ მაინც ტყუილი არ იყოს აქ დეზინფორმაცია, მაგრამ მე ჩემი სურვილი რომ მე ვილაპარაკო და ვიღაცა მომისმინოს, ამის რეალიზებას ვახდენო, ოღონდ არა ტყუილის ან დეზინფორმაციის ან თვითმოტყუების გზით, ხო? აი ეს არის აქ განსხვავება და ამას ვაკვირდებით ხოლმე თუნდაც პლუტონის ლილიტის ტრიგონი ანალოგიურად რომ მე მაქვს ეს მძაფრი ძალაუფლების სურვილი, მაგრამ ისე ლამაზად ვაკეთებ ამას. ისე ზემოქმედებ ადამიანებზე, რომ მათ კი არ ვაწუხებ, მაგრამ ფარულ ძალას ვაძლევ, ხო, შინაგანს, აი ფარულად მუშაობ მაგალითად და ფარული სექსუალური შარმი მაქვს მაგალითად, ხო? პლუტონის შემთხვევაში ფარული ვნებიანობა შეიძლება მქონდეს, ფარული რაღაც აი წონაც მქონდეს სიტყვაზე, ხო? აი რაღაც ადამიანები მენდობიან, მეყრდნობიან პლუტონური ისტორიები, ყველა სხვა ისტორია აქვს, ხო? მაგრამ ახლა შეერთება ოპოზიცია, ეს არის ან მოძალადება არ ფსიქოლოგიურად, ან ჩემზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ან манипуляტორი ვარ, ან манипуляციას ვიზიდავ, ან ნეგატიური წარმოდგენები და შიშები მაქვს, ან მახვევენ თავზე ამ შიშებს, ხო, გავლენის ქვეშ, რაღაც ენერგიების გავლენის ქვეშ და ეს ისტორიები არის. ტრიგონის შემთხვევაში ეს არ არის. რა აქვს ახლა ტრიგონს, მოდი ესე ვთქვათ, ცუდი მხარე, ხო? ან ჰარმონიულ ასპექტს მაგალითად, რა აქვს ცუდი მხარე. ცუდი მხარე, მე რასაც ვაკვირდებოდი თუნდაც სხვა ადამიანებზე, ის შეიძლება ესე გამოკეთილად ვერ ვნახე, მაგალითად პირიქით, ეს შემთხვევა გვეხმარება დავამუშაოთ შავი მთვარე, კარგად, ყოველგვარი შიდა კომპლექსების და პრობლემების გარეშე, ოღონდ შეიძლება გამოვლინდეს ის, რომ კონფლიქტიც არ არის, რომ ეს დავინახო, ხო, ეს შინაგანი პრობლემები, ხო? აი, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი ეს კვადრატურა და ეს აი თავით რო ვასკდებით რაღაცას, შეიძლება აქ უფრო სწრაფად დავინახოთ რაღაცეები, ხო? და ტრიგონი ამის საშუალებას არ იძლევა. ტრიგონი არის ეს, რომ მე შემიძლია ძალიან რბილად, ძალიან ლამაზად დავამუშაო ეს ჩემი შავი მთვარე და მე აქ მაინც ნეგატივს ვერ ვხედავ, მართალი რო გითხრათ. აი, წინა ვიდეოშიც რო გითხარით, ახლა მე ამას თერაპიაზე მივხვდი ადრე, ურანი ლილიტის შეერთება მაქვს, რომელიც ორივე ტრიგონს უქმნის ჩემსეს. და საშინლად მიკვირდა ხოლმე ეს ურანი ლილიტის ხალხი ცეცხლით ამახვილით რევოლუციით რომ მიდიოდნენ და აი დებოშებს რო აწყობენ. ჩემთვის ეს უხეში ენერგია არის. შემიძლია რაღაც აი ვიფიქრო, რომ აი ხა შეიძლება რაღაცა შევცვალოთ ნელა, ჰარმონიულად, რბილად, არ არის საჭირო რევოლუცია, ხო? და თერაპიულად ამას რომ მივხვდი, მე მივხვდი ეს ტრიგონი როგორ მუშაობს. ანუ საერთოდ ეს არის რომ ასტროლოგიური პირადი რუკა, რასაც გვაძლევს ინფორმაციას. აი მე რო თერაპიულად მუშაობენ, ამას ცხოვრობენ. ახლა მე მაგალითად კონსულტაციაზე ვცდილობ, რომ ეს ვაცხოვრო უკვე თერაპიულად. აი მთელი ასპექტები, აი რაღაც დროში გავიაროთ უკვე თერაპიულად, იგრძნოს ადამიანმა ეს ასპექტები, ხო? იმიტომ რომ ეს გავლილი მაქვს თერაპიებზე წლების განმავლობაში და მანდაც ვისწავლე როგორ მუშაობს უფრო ასტროფსიქოლოგია, ანუ პირდაპირ პრაქტიკაში გავიარე ეს ყველაფერი და ამიტომ გიზიარებთ ამას. და აი ეს ტრიგონები არ არის უხეში დამანგრეველი ფატალური ენერგია. დააკვირდით, აი თქვენს თუ გაქვთ ტრიგონები, ხო? ან სექსტილიც მსგავსი არის, ოღონდ შეიძლება არ გამოვიყენოთ, მაგრამ არაფერს ვაფუჭებთ. ამითი ხახტებით. ანუ პოტენციალში შიგნით არის, რომ no it's okay, მაქვს ეს პრობლემა, ну ამის გამო არ გამივარდება თვითშეფასება კატასტროფულად სიტყვაზე. ან სხვებს არ შევაწუხებ ამ ენერგიით, ხო? ამაზე არის აქ საუბარი. და აი რო ვიკვლევდი ამას, ძველ ასტროლოგიაში ცოტა სხვანაირად არის ხოლმე ხა ესეთ ციხმებში რომ შედიოდნენ, მანდ იყო უფრო ესეთ ფატალური ისინი რომ ეს ესეა და მორჩა და არ შედიოდნენ ფსიქოლოგიაში, არც იყო მაშინ ადამიანებს არც ჰქონდათ ის ინტელექტი, რომ ფსიქოლოგიური პატერნები რაღაცა, ემოციური ინტელექტი რო გაეხსნათ საკუთარში, ეს არ იყო მაინც ხო? და მე 2 საუკუნის წინ გულისხმობდა წინა საუკუნეებში 50 წლის წინაც არის ხა რომ აღიაროთ. შესაბამისად, აი ეს ჰარმონიული ასპექტების გაცნობიერება ცოტა უფრო სხვა დონეზე ხდება, უფრო ჰარმონიულ, აი თერაპიულ პროცესში ხდება ხოლმე. ასე რომ თუ დააკვირდებით თქვენ ასპექტებს ჰარმონიულ, ხა რაც უფრო პირადი პლანეტები არის აქ ტრიგონში, მით უფრო საგრძნობი არის. ახლა პლუტონი
ლილიტი კი შეიძლება იყოს ან ნეპტუნი ლილიტის ტრიგონი მაგალითად, ხო? ისეთი, რომ პოტენციალში არის ამ ადამიანში, მაგრამ არ იგრძნობა, იმიტომ რომ თვითონ ნეპტუნი, პლუტონი მაგალითად ეს ცოტა ისეთი სატურნისგან განსხვავებით ხოთშეს, თუმცა სატურნი საზოგადოებრივი პლანეტა არის და აქ უნდა იყოთ ჩართულები, რომ ეს პლანეტებიც ჩაერთოს, ხო? აი შეიძლება ისე იყოს ეს პლანეტები ტრიგონში, რომ ვერ ვიგრძნოთ, ვერ ვიყენებდეთ ამ ენერგიას, ხო? არიან ადამიანები, რომელიც თავისუფლად იყენებენ უკვე სიტუაციაში, ხა, ვინც პლუტონიანურ სფეროებში არიან, ისინი ამ ასპექტს გამოიყენებენ კარგად. უბრალოდ ყველა არ არის ხა ამ პლანეტების სფეროში, ხო? ესე რომ ვთქვათ და შესაბამისად მაინც შეიძლება არ ჩანდეს ეს. ამაზე აქვს საუბარი. ამიტომ პოზიტიურ პლანეტის იმებს, ასპექტებს ვაქცევთ აი ესეთ ყურადღებას, რომ ეს არის ჰარმონიული გადატრანსფორმირება ბნელი მხარის, ადამიანს არ ეშინია საკუთარი ბნელი ნაწილის და არ უყურებს აი ესე ფატალურად და დამანგრებლად, მიუხედავად იმისა, რომ იყოს ეხლა გონებით თერაპიებზე, თერაპიულ შეხვედრებში მე სულ ეს ამაქვს, რომ მოდი შევხედოთ, აღარ რბილად ლამაზად, აი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი ვერ პატიობს თავის თავს ადამიანი, ხო? რაღაცას და ზუსტად მაგის შეიძლება მანდ გავიდეთ ერთად, რომ ზუსტად კაი ვერ პატიობ და ხო მე ესეთი ვარ. და მიიღეს, რომ ესეთი ხარ, რომ ვერ პატიობ, it's okay. ვიცი შენ თავს უფლება რომ იყო მკაცრი, იყო აი ესეთი და უცებ რას გრძნო და მომეშვა. ამბობენ რაღაც აი ამოვისუნთქე და ეს მკაცრი წავიდა, ხო? აი ესეთი მომენტი არის ზოგჯერ აი ზუსტად ესე მუშაობს, აი ტრიგონმა უფრო ესე იცის მუშაობა. არ ეწინააღმდეგება, არ ებრძვის თავის თავს, ხო ხდებით? არის, ოკეი, კარგია. აი ამ ენერგიაში რამდენჯერაც აი მე რო თერაპეულად მუშაობდი, რამდენჯერაც აი ამ ენერგიაში წამოვედით, რომ არ გაუძალიანდეთ, არ ებრძოლო, მიიღე ეს, ხო? და აი ზუსტად ესეც მიიღე, რომ ხა ესეთი ხანდახან რა მოხდა მერე. და იქ მოდის ხოლმე ზუსტად ჩვება. ანუ ფაქტიურად თუ განსაკუთრებით კვადრატებში არის ამ თვარე, აი ამ ტრიგონულ ვარიანტს რო ვთავაზობ, იქ მოდის ხოლმე რაღაცნაირად დამუშავების პოტენციალი ამას გიხსნით, ხო? და თქვენ შეგიძლიათ ვისაც მაგალითად კვადრატურები გაქვთ შავი მთვარის, ან პირად პლანეტებთან მთვარე ლილიტის კვადრატი იგივე არის, რაც ლილიტი კერჩხებულად მუშაობს, ხო? დედის ფიგურა, დედის მზრუნველობის ფიგურა ჩამოშლილი იყო, ხო? ადამიანთანა ზედმეტად მიჯაჭულობა იყო. აქ თან რომ მიჯაჭული ხარ, თან რაღაცა გინდა, თან რაღაცა არა გაქვს და ვერც ამბობ რომ ცუდი იყო და ვერც ამბობ რომ კარგი იყო, ხო? აი რაღაცერად რო იხლიჩები შუაზე, ესეთი ენერგია არის. შესაბამისად, მან უნდა აი როგორც ტრიგონმა ისე შეხედოთ, რომ მაქვს ეს ტკინეული ემოციები და ეს არის ოკეი, ეს არის ნორმა, ხო? ყველას აქვს თავისი რაღაცა. მე რომ მგონია რომ მარტო მე მაქვს ესე, ყველას თავისი აქვს, რაღაც ზოგს აღმოჩენილი აქვს, ზოგს არ აქვს აღმოჩენილი, ხო? აი ეს ტრიგონულად უნდა შევხედოთ. ნებისმიერი ხა პირად რუკაშიც კვადრატურა რო არის, აი ხა მე რასაც უყურებ ხოლმე ჩემი კვადრატები რაც არის და ვიღაცას როგორ ტრიგონი აქვს, საერთოდ ხანერად თავლენს ამ ასპექტს და საერთოდ მე რო ხვდები ხოლმე რას ვაკეთებ არასწორად. ხო, ან მე რო ჰარმონიული ასპექტი მაქვს, რო უყურებ ხოლმე, მე რო ხვდები ადამიანი რას აკეთებს არასწორად არის შესაბამისად, ხო? აი რაც ჰარმონიული მაქვს მე, ხო? და აი აქ ერთმანეთით ვსწავლობთ, ერთმანეთზე დაკვირვებით, ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარებით ვსწავლობთ ბევრ რამეს. თქვენ ხვდებით ალბათ რომ ჩემი ასტროლოგია ხა პოპულისტური ასტროლოგია არ არის, ეს მოსაზიდად ხალხის ისიც მოვიწყდება ხოლმე რომ ლაიქები გთხოვოთ ან გაზიარება გთხოვოთ, ეხა გამახსენდა. სულ ვინც დებს ამ ჩემ ვიდეოებს უმეუბნება ხოლმე რომ ყოველთვის აიწყდებაო. მე საქმეს ვირჩევენ, მაგრამ აიც აიწყდება. და ნუ ხვდებით რომ ეს არ არის ჩემთვის თავარი, ხო? და შესაბამისად თემებიც რთული მაქვს საკმაოდ თქვენთვის, მაგრამ ის ხალხი რომელიც მე ან ჩემთან მოდის ან რომ მიწერთ ხოლმე ღირს ამათ რომ არ იყოს ესეთი გავრცელებული ესეთი ხო ეს ინფორმაციები ამიტომ ის იმათთვის არის ჩემი ინფორმაციები ვინც საკმაოდ სიღრმეში მიდის სიღრმისეულად აზროვნებს სიღრმისეულად უყურებს რაღაცებს და თუნდაც საკუთარ თავსაც ხო და ესეც თავის ხარფს მოითხოვს თავისი ფასი აქვს ამ ყველაფერს და რა ვიცი 15 წელია ამ ფასს ვიხდი და იმედია. ნუ ჩემი თავისთვის ეს მნიშვნელოვანია.
წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო, დამწერეთ ხოლმე რაც გაინტერესებთ. შემდეგ კიდე რაღაცები მაქვს კარგი დაგეგმილი, გაგზიაროთ და თქვენგანაც ველოდები ხოლმე შემოთავაზებებს, ვთქვათ, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად და ავადროებით მაშინ.